არაცნობიერი მზა და სიზმარში არსებული ყველა სიმბოლოსათვის მოგვაწოდოს ასოციაციები, რომლებიც გამოჩენილი სიმბოლოს მნიშვნელობას ხსნიან. არაცნობიერი მის მიერ წარმოქმნილ სიმბოლოებთან ერთად მასთან დაკავშირებულ მითითებებსაც შეიცავს. ამიტომ არაცნობიერი სიმბოლური ენის გაშიფრვა ჩვენთვის შესაძლებელია. ჩვენი ამოცანა იწყება იმ ასოციაციების გამოღვიძებით, რომლებიც სპონტანურად ვლინდებიან სიმბოლოებთან ერთად. არაცნობიერი ხშირად იყენებს სიმბოლოებს, რომლებიც წარმოშობს სასაუბრო ფრაზებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი სასაუბრო გამოთქმები მომდინარეობს ძველი დროიდან, როდესაც ჩვენი ენა უფრო მდიდარი იყო კონკრეტული გამოსახულებებით და უფრო ახლოს იყო არქეტიპებთან. ისინი გამომდინარეობენ მარტივი, მიწიერი ყოველდღიურობიდან. ამიტომ ვერბალიზაცია შესანიშნავი ენაა არაცნობიერისთვის. ასოციაციების ჩაწერის შედეგად საკითხს მივყავართ ლოგიკურ კითხვამდე. როგორ უნდა ავირჩიოთ ამ ასოციაციებიდან ერთ-ერთი, რომელი მიგვიყვანს სიზმრის სწორ ინტერპრეტაციამდე? სწორი ასოციაცია ზუსტად აწკაპუნებს თქვენი ასოციაციების მოყვანისას. ერთ-ერთი ასოციაცია თქვენში ენერგიის მოზღვევებას ან შეგრძნებას გამოიწვევს. თითქოს გუმანით გრძნობთ, რომ მოცემული ასოციაცია სიზმრის გამოსახულებასთან ყველაზე ახლოა. ან შეიძლება იგრძნოთ, რომ ასეთი ასოციაციის დაკავშირებისას თავს დაჭრილად და დაბნეულად გრძნობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს ასოციაცია გაიძულებთ საკუთარ თავში დაინახოთ ისეთი რამ, რაზეც აქამდე არასოდეს გაგიმახვილებიათ ყურადღება. იმ მომენტში, სადღაც შიგნიდან მიიღებთ დარწმუნებულობისკენ სწრაფვას. თითქოს ასოციაცია ზუსტად ჯდება, ზუსტად აწკაპუნებს. ზოგჯერ არ არის ნათელი, რომელი ასოციაციაა ყველაზე ზუსტი, ან უფრო სასარგებლო თქვენი სიზმრის უკეთ გასაგებად. ამ შემთხვევაში სჯობს ცოტახნით თავი დავანებოთ პირველ სიმბოლოს და გადავიდეთ შემდეგ სიმბოლოზე. ნუ იტრიალებთ სიმბოლოს მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მორებში. შეინარჩუნეთ ცხადი და ღია აზროვნება, სანამ მთელი სიზმრის ერთმანეთთან დაკავშირებას არ დაიწყებთ. და ეს სიმბოლოთა გაგება ბუნებრივად გაიზარდოს თქვენში, ყოველგვარი იძულებისა და ნაჩქარების დასკვნების გამოტანის გარეშე. აქვე ერთი რჩევაც, არ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული სიზმრის ლექსიკონები და სიმბოლოების ენციკლოპედიები, ერთგვარი გავრცელებული სიზმრის ახსნები. არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ ისინი პერსონალური ასოციაციების ადგილას და ნუ ეცდებით, რომ თქვენი ასოციაციები მსგავსი ლექსიკონების ხარჯზე განმარტოთ. მსგავსი მიდგომა ერთ მცდარ ვარაუცებ უძნება, თითქოს ყოველ სიმბოლოს გააჩნია ერთადერთი ფიქსირებული მნიშვნელობა, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისთვის. ასე რომ ყოფილიყო ყველასთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. მეორე საფეხურზე სიზმრის თითოეულ გამოსახულებას შინაგანი ცხოვრების კონკრეტულ დინამიკასთან დავაკავშირებთ. ჩვენ იმ შინაგანი ნაწილების იდენტიფიცირებას ვსწავლობთ, რომლებიც სიზმრისეულ ზმანებებში გვევლინებიან. ჩვენ გვჭირდება გავრკვეთ, რა ხდება ჩვენ შიგნით, რომელიც სიზმრის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი.